მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. შუადღე ობიექტივზე აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. 1 საათის განმავლობაში მე მაცაცო გახოკიძე ვიმუშავებ თქვენთვის. შეგახსენებთ სტუდიის ტელეფონის ნომერს 2-388-105, Skype-ის მისამართი გახლავთ ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და დაუსვათ შეკითხვები გადაცემაში მოწვეულ სტუმარს. და წარმოგიდგენთ ახლა სტუმარს დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგის მქონე, ყოფილი პოლიტდევნილი ბატონი გიგლა ბარამიძე გახლავთ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი. დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონო გიგლა მობრძანებისთვის. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ დღეს გადაცემაში ვისაუბროთ ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც აქტუალურია ამ ბოლო დღეების განმავლობაში და დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი ახლა. რაც შეეხება პირველი კითხვა, აუცილებლად მინდა რომ ეხებოდეს სწორედ ამ საოკუპაციო ზოლის რუსი მესაზღვრეების მიერ გადაწევას. მოგეხსენებათ როგორი ნებათა ღელვა გამოიწვია ამან საზოგადოებაში და საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს ახლა. თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა. მოგესალმებით, მაცაცო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვიდრე ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებოდეთ, ძალიან საინტერესო რა, მტკივნეულია ყველა ჩვენთაგანისათვის, მაგრამ კომპლექსურად და არა მხოლოდ ბანერების აღმართვა. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა მხარდაჭერა გამოუცხადო ჩვენს კოლეგას, ასე ვთქვათ, კოლეგა, ჩემთვის კოლეგაც არა, რადგან მე ჰუმანიტარი ვარ, ბრწყინვალე ჟურნალისტ ბატონ გიორგი ფოფხაძეს და ის რაღაც გაუგებარი კამპანია, არც ვიცი კამპანია არ ქვია, მაგრამ ის წერილები, რომელიც ერთ-ერთმა ტელეარხის ბორდმა გაავრცელა მასთან დაკავშირებით, არის სრულიად მიუღებელი. მე მინდა მათ მივმართო და უთხრათ, რომ თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში ესეთი მაღალი დონის და კლასის ჟურნალისტი, რომელსაც აფასებენ საქართველოშიც და უცხოეთში და უპირველეს ყოვლისას ევროპაში, სადაც მისთვის არც ევროსაბჭოში, არც ევროკავშირის, არც ერთ ჩინოსანთან, პოლიტიკოსთან კარები დარაზული არა და ყველგან შეუძლია მისვლა. და საქართველოს ინტერესების დაყენება და გაანალიზება, ამიტომ საოცარია რატომ ხდება მასთან დაკავშირებით ესეთი ობსტრუქცია და ხა თუ კანონებით ვისაუბრებთ იმ წერილში რომ არის პირველ რიგში გულისხმობ, საოცარია რომელ კანონიერებაზე საუბრობენ, როდესაც ორი საბჭო არსებობს პირველ არხზე. რომელ კანონში წერია რომ ორ საბჭოს საქართველოს მოქალაქეებმა და ჩვენი ფინანსებით ფინანსდება პირველი არხი, ორივე ბორდი არჩინოს. სად ყოფილა, სად გაგონილა ეს? ამიტომ კანონებს, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ჩვენმა უმოქმედო ხელისუფლებამ სამწუხაროდ აჟიტირებული პოლიტიკურად პირველი საბჭო ვერ დაშალა, ვერ დაარქვა თავისი სახელი, იქ შეიძლება პროფესიონალები არიან, მაგრამ მე სხვა კუთხით ვამბობ და იმის საპირწონედ შექმნა მეორე საბჭო. ეხლა ჩვენ ერთსაც უხდით მაღალ ხელფას, მეორესაც უხდით საქართველოს მოქალაქეები და ესენი რო კანონიერებაზე და მუხლებზე დაიწყებენ საუბარს და მაინც და მაინც კბილის გასაკრავად გიორგი ფოფხაძეს ამოირჩევენ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და მე მოუწოდებ მათ რომ დაანებონ თავი ამ ქმედებას და საქმეს მიხედონ. და პირიქით უნდა მეგონი პირიქით ჯობია რომ უფრო ხელი შეუწყოთ ხელი შეუწყონ. მე არაერთხელ ყოფილ ვარ დასავლეთში და ვიცი, უკვე თქვი, გიორგის ავტორიტეტი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და უნდა შეუწყონ ხელი და კი არ უნდა უჩხიკინონ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ხშირად ხდება ეს, ვინც კი როგორმე გამოიჩენს თავს, მაშინვე სუბიექტურად, ობიექტურად და ამ შემთხვევაში სუბიექტურად მიუდგებიან და კაც მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა, ჩემი პირადი მხარდაჭერა მას და იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა აღმოიფრება. მე მგონი, მეც ასე მგონია, თუმცა მგონია ისიც, რომ ეს ყველაფერი გამიზნულია სწორედ იქითკენ, რომ ასეთი ადამიანები არ აწყობს ადამიანების გარკვეულ წრეს და ხელს უშლიან მათი გეგმების განხორციელებაში. ალბათ კი არა, ასეა, მე კიდევ ცოტა მოვიდებით თქვი, რომ სხვანაირად წარმოადგენენ პოლიტიკურ ძალას და რაღაც სხვა მიმართულება არასწორად არ გაიგო, ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება და ვამბობ ამას, მაქვს ამის უფლება, სხვა თუ არაფერი საქართველოს მოქალაქე ვარ და მოქალაქეობა არავის არ წაურთმევია და ამის უფლება მაქვს. ისევე როგორც კოლეგას ასე ვამბობ. ეხლა რაც შეეხება ვიდრე ჩვენ გავშილიდეთ, თქვენი კითხვიდან გამომდინარე ამ საკითხს, არ შემიძლია მე
შეიძლება ითქვა სიხარულით, ყოველ შემთხვევაში სიამაყით, უფრო სიამაყით არ აღნიშნო ერთი რამ. დღეს გავრცელდა საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთმა დაიწყო მუშაობა და უახლოეში დაიდება შედეგი ვიზების სავიზო სისტემის გამარტივებასთან დაკავშირებით ერთი და მეორე პროდუქტების ჩამონათვალი საქართველოსთან რუსეთის უზარმაზარ ბაზარზე გასატანი გაფართოვდა და ესეც უახლოეს ხანებში, ამასაც უახლოეს ხანებში იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა. ვამბობ სიამაყით, იმიტომ რომ ეგ საკითხი დასმულ და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იქნა ნინო ბურჯანაძის ვიზიტისას მოსკოვში. გახსოვთ, პირველი რაც მან განაცხადა იქიდან ჩამოსვლისას და ჯერ კიდევ იქ ყოფნისას იყო ის, რომ მისი იქ ყოფნის და შეხვედრის დროს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან დასმული ეს საკითხი იმავე წუთას დავალების სახით იქნა გაცემული საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებზე და საემიგრაციო სამსახურებზე და ის დაპირდა საქართველოს მოსახლეობას, რომ სულ მალე საქართველო იგრძნობს ვიზების გამარტივების პროცესო და სასიამოვნოა, რომ ეს დადასტურდა აი იმ ფორმატის შეხვედრაზე, რასაც კარასინ აბაშიძის შეხვედრა ქვია. ესე იგი, მაგრამ აქ მეორე საკითხი არის, მე მინდა აუცილებლად გამოყო იქ ამ კონტექსტში ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის კუთხიდან გამომდინარე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკურ საკითხებზე იყო საუბარი და იგი უფლება მოსილი არის მორალურად, რა თქმა უნდა, რომ ეს საკითხები, ამ საკითხებზე საუბრისთვის მზად არის რუსეთის მხარე და მას სურს, რომ ეს ამ საკითხების ჩამონათვალი და საკითხებზე მუშაობის დაწყების პროცესთან დაკავშირებული საკითხები გააცნოს ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას და იგი მიმართავდა, რომ ძალიან გთხოვთ ეს საკითხები მოხდეს კომუნიკაცია, მოხდეს ჩვენ შორის შეხვედრა, რომ მე გადმოგცეთ ეს და თქვენ შემდეგ გააგრძელოთ თუნდაც ჩემგან დამოუკიდებლად ამ საკითხზე მუშაობა და სამწუხაროა, რომ არაერთი ჩვენი დაკავშირებისა ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის დღევანდელი ხელისუფლება არის გატრუნული და გაურბის ყოველივე ამას. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, მოხდა ურთიერთობა თანაშემწეების დონეზე და ველოდით მათგან საუბარს, მაგრამ ეს არ შედგა და ჩვენ შევახსენებთ მას, რომ თუ ისინი ეს არ არის ულტიმატუმი, უბრალოდ ჩვენ დაფარული მოქმედებები არ გვახასიათებს. თუ ისინი ვერ გამოძებნიან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ვერ გამოძებნიან დროს და ინტერესს ამ შეხვედრისთვის, რათა მათ მოისმინონ ზუსტად პირველ წყაროთ რაზეა საუბარი და რა საკითხებზე სასაუბროთ არის მეორე მხარე, რუსეთის მხარე, რომელსაც ვიმეორებ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% რისთვის არის მზად, მაშინ ჩვენ ამ საკითხებს უკვე ოფიციალურად მედიის საშუალებით ვაცნობებთ საქართველოს საზოგადოებას და ქართულ საზოგადოებას. აი ეს მინდოდა მე მეთქვა ზარია ეთერში ბატონო გიგლა, შემდეგ განვაგრძოთ კვლავ დაუბრუნდეთ თემას. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო მაცაცო, ბატონო გიგლა, დიდი სიყვარულით პატივისცემით, მე თქვენი მუდმივი მსმენელი და მაყურებელი ვარ და ძალიან აღთოვანებული ვარ საერთოდ ობიექტივით. ერთადერთი სიმართლე შეიძლება მოისმინოს ადამიანმა და პატრიოტმა ამ არხზე და უყურებთ რა უნდა ვქნათ სხვა. მე ვფიქრობ, ნინო ბურჯანაძის პოზიცია ძალიან სწორია, ვეთანხმები ყველანაირად ჩემს ირგვლივ მყოფი, ჩემი მეგობრები, ნაცნობები, მეზობლები ყველანი ამას გრძევენ. თუ ეს მთავრობა არ მიიღებს ზომებს და არ გაითვალისწინებს ყველაფერ ამას, რაც ქალბატონმა ნინო ბრძანა, ჩვენ მომხრევართ ამის რომ ეს ყველაფერი მოხდეს, თუ არა ძალიან მალე იქნება არჩევნები და მე მგონი ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევნებს, რისი ღირსით იქნება ეს მთავრობა. თუ არ მიიღებს შესაბამის ზომებს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია დავიღალეთ ეს რა ქვია ნატოში შესვლით, ევროკავშირის შესვლით, მივდივართ უსასრულო და არ დაგვადგა საშველი და მე მგონი ყველა მიხვდა იმას, რომ თუ რუსეთთან არ მოვაგვარეთ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი საშველი არ იქნება ბატონო. განა იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს და ვგიჟდებით მაინც ყველა რუსეთზე, მაგრამ როცა ასეთი მეზობელი ყავს, ჩვენ ასე ვთვლით, რომ უნდა მოაგვარო იმასთან ურთიერთობა და უნდა მივყვათ ნორმალურ დინებას, ცხოვრებას. როდემდე უნდა ვიყოთ 25 და 30 წელი დაიღალა ხალხი, დაიღალა საქართველო და ძალები გამოეცალა ქვეყანას, აღარ არსებობს არაფერი. მე მგონი მალე ქვეყანაც აღარ გვექნება თუ ასე გააგრძელა ჩვენმა მთავრობამ და ძალიან მალე მოვა არჩევნები და ბოლოს ამის იმედი გვაქვს, რომ მაშინ მაინც გააკეთებს ქართველი ხალხი ნორმალურ არჩევანს.
მადლობთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ზარისთვის. ბატონო გიგლა, აი ვიზების საკითხთან დაკავშირებით ეს უკვე გარკვეულწილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაკვირველია და ალბათ თუნდაც ის რომ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობა იყო საჭირო რომ რუსეთის ვიზა აიღო ადამიანს, ალბათ ესეც შედარებით გაადვილდება ეს პროცედურა. თქვენ უკავშირებთ ამას ქალბატონი ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს. მე მაინტერესებს სხვა ძირითადი თემები, რაც იყო განხილული და ძირითადად ეს ეხებოდა, როგორც ვიცი, გარკვეულწილად ოკუპირებულ ტერიტორიებს და ძალიან ცუდი დამთხევა მოხდა ქალბატონი ნინო დაბრუნდა და შემდეგ უკვე მოხდა აი ამ საოკუპაციო ზოლის გადაწევა. სამწუხაროდ ამაზე ძალიან ბევრი საუბარი იყო, მოგეხსენებათ, ბევრი კომენტარები გაკეთდა, თუმცა შემდეგ ქალბატონმა ნინომ თავად ისაუბრა ჩვენს ეთერში თუ რა მოხდა და რა მოლაპარაკებებზე იყო საუბარი. მაგრამ მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საფრთხის წინაშე ვდგავართ და ჩვენი ხელისუფლება არ დგამს იმ ნაბიჯებს, რითიც შეიძლება ვთქვათ დიპლომატიური გზით მოლაპარაკება მოხდეს რუსეთთან. საფრთხე არსებობს და ჩვენ არაფრით არ გვაწყობს ის, რომ აგრესიული დამოკიდებულება გქონდეს რუსეთს საქართველოსთან. როგორ უნდა დავარეგულიროთ ეს? თუ არის დღეს საგარეო უწყებები იმისთვის მზად, რომ ასეთი დიპლომატიური გზით მოლაპარაკებები აწარმოოს? ეს ისეთი მასშტაბური კითხვა იყო, რომ ამას საათობით უნდა პასუხი წლებია ხელისუფლება, წინა ხელისუფლება ხო საერთოდ და ვერც ესენი საკითხს ვერ აყალიბებენ რა და როგორ გვინდა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ ასე. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. გვინდა ეს თუ არ გვინდა. იგივე ქალბატონმა ნინომ ბოლოს და ბოლოს მაღალი რანგის თანამდებობის პირი ამჟამად არ არის, ხომ? არის ყველაზე ძლიერი პარლამენტის გარეთ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დიდი ავტორიტეტით, დიდი ბექგრაუნდით. მიიღო, როდესაც მან მიიღო რუსეთთან მოწვევა, იქ არ იყო ჩადებული ის, რომ გინდა თუ არა ჩასულისთანავე ყველა საკითხი გადაწყდებოდა და ჩვენ ბევრს ფიქრობდით, ვიცოდით რა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული პოლიტიკური ძალისგან თუ სექტანტურ დონეზე მყოფი არასამთავრობო გასაგებია ვისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაიწყებოდა ესე ჭინკური ის რო იციან ხოლმე სისინი, რომ აი ჩავიდა და რა ჩამოიტანა და რა გადაიტანა და ამაზე ჩვენ ბევრს ფიქრობდით, მაგრამ მერე დადგა საკითხი. უპირველესი ამოსავალი არის სახელმწიფო ინტერესები და არა თუნდაც პოლიტიკური ქულები, ან თუნდაც ვიღაცის სისინი. როდემდე უნდა უსმინოთ ამათ მიერ შექმნილ რაღაც გაუგებარ სტერეოტიპებს. თუ კი რამეს გვასწავლის სოფლიო ისტორია, გვასწავლის იმას უახლოესი ხანის, რომ დიალოგის გარეშე მოლაპარაკებები დიალოგის გარეშე საკითხები არ წყდება, იწელება დროში, რთულია, მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს ირანმა მოაგვარა 10 წლის დიალოგის შემდეგ მეტნაკლებად ექვსეულთან და შეერთებულ შტატებთან დიალოგი აღარ ვლაპარაკობთ, რომ კი გაგანია ომის დროს კიევი მოსკოვს ელაპარაკება, მოსკოვი კიევს, ევროსაბჭოს წარმომადგენლები მოგვიწოდებენ ამას, ევროკავშირის, შეერთებული შტატები, ნატო, გვეუბნება რომ დიალოგი არის აუცილებელი. მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც არ აქვს პოტენციური შესაძლებლობა საკითხებში წვდომის და გადაწყვეტის, დიალოგი უნდა როგორ იცით, აი მე ჩამოვალ და უკან გამომატანე მე სამხრეთ საქართველო, შემიერთ უკაცრავად სამაჩაბლო, აფხაზეთი და აი მაშინა აქვს აზრი, რატომ იცით ისინი ნაჩვევი არიან ყურით თრევას. მათგან გადაწყვეტილი საერთაშორისო დონეზე ვერცერთი საკითხი ჩვენ ვერ ვნახეთ. საბერძნეთი ესაუბრება, რეფერენდუმი ჩაატარა და უარი უთხრა ევროკავშირს რაღაცა მიმართულებით და იმავე დღეს რეფერენდუმის დამთავრდა თუ რა იმავე საათში ჩაფრინდა ბრიუსელში და შემდეგ საუბარი იყო. ამიტომ